მოგესალმებით მეგობრებო ყველას, როგორ ხართ? მოგიკითხავთ. როცა შემომიერთდებით, დავიწყებ ერთი ამბის მოყოლას, რომელი ამბავიც მთლიანად საქართველოს აშუქებს, ანუ სრულიად საქართველოს აშუქებს და გული მწყდება ძალიან რა. რომ დედამიწა ასეთი ქაჯების ხელშია. მოგესალმებით, შემომიერთდნენ. მოკლედ, ეხლა მოგიყვებით ამბავს, რომელიც სულ რაღაც ნახევარი საათის წინ, 1 საათის წინ გადამხდა. და ეს ამბავი იწყება დაახლოებით რამდენიმე დღით ადრე. როგორც უკვე იცით, მე ვარ თამარი და ვარ ტრანსცენდენტალური ფსიქოლოგი და იცით, რომ ესე იგი მე ვმუშაობ ადამიანებთან, რომლებიც არიან გადაგზავნილი ფსიქიატრიულში. სახელდაგვარებს მე არ დავასახელებ, მაგრამ მქონდა ესეთი შემთხვევა, ეხლა ის სულ რაღაც რამდენიმე წუთის წინ, 1 საათის წინ ალბათ, რომ დედამშვილი გადააგზავნა ფსიქიატრიულში. როდესაც სატელეფონო საუბარზე ვეკითხები მე ამ პაციენტის დედას, რომ რატომ აკეთებთ ამას, შეტევა ქონდა ადამიანს, რამე საშიში გააკეთა, მომდის პასუხი ასეთი, რომ არანაირი შეტევა არ ქონდა, გუშინ ადამიანმა ჩაწერა ლაივი, რომელშიც ილაპარაკა, ესე იგი, ისეთი რაღაცები, რაც ოჯახის წევრებს არ აწყობდათ, არადა ყველაფერი სიმართლე იყო ნალაპარაკები და ამის ნიადაგზე ადამიანი იქნა გადაგზავნილი ფსიქიატრიულში. მე მინდა გითხრათ, რომ ეს ვითარება, მეგობრებო, ფსიქიატრიულში გადაგზავნა არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის პრობლემა დღეს საქართველოში, არამედ სრულიად საქართველოს პრობლემა არის და მინდა გითხრათ, რომ ადამიანს სანატრებელი უნდა გაუხდეს ისეთი დედა, რომელიც თავის შვილს იმდენად დაინდობს, რომ რაღაცა პატარა მიზეზის გამო შვილს ფსიქიატრიულში არ გადააგზავნის. ასე იგი, რა ხდება ახლა ნახეთ, საქართველოში ჩვენ გაგვიხდა ესე მდგომარეობა, გაგვიხადეს ესე მდგომარეობაში, ჩავგვაგდეს, რომ გაგვიხადეს საქმე იმათ, რომ მადლობას უნდა ვიხდიდეთ, რომ დედამ ფსიქიატრიულში არ გადამაგზავნაო. ქალბატონს როდესაც ვკითხე, რომ მე თქვი, ქალბატონო, მე თქვი, ფსიქიატრიულში იცით თქვენ რას აკეთებენ? ქალბატონის პასუხი არის ასეთი: კი ვიცი, იქ წამლებს ასმევენ და მერე ჩემი შვილი წყნარდება. ქალბატონო, მე თქვი, თქვენი შვილი კი არ წყნარდება, თქვენ შვილს ადებილებენ და თიშავენ ამ წამლებით, რაც საგრძნობლად ურტყავს შემდეგ ჯანმრთელობაზე და ამითი თქვენი შვილი არ განიკურნება, მე ვთხარი. თქვენი შვილი არის ადეკვატურად მოსაუბრე, შეუძლია ძალიან ჩვეულებრივად ისაუბროს ადამიანებთან და შეუძლია ასევე თავისი აზრი გამოხატოს და არის არაჩვეულებრივად მოაზროვნე. ის არის, რა თქმა უნდა, ნორმის ფარგლებში არ ჯდება, მაგრამ არაჩვეულებრივად მოაზროვნე ადამიანების რთულად ესმით დღევანდელ საზოგადოებას. და წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ დედები შვილებს იშორებენ თავიდან და აგზავნიან საგიჟეთში. შეიძლება, რომ ადამიანმა შვილი იმდენად გაიმეტოს, რომ 26 ჯერ გადააგზავნოს საგიჟეთში? მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანს სურს ამ ადამიანზე ბატონობა. და მე მაქვს ამ ადამიანისგან მოსმენილი ესეთი სიტყვები, რომლებიც გადააგზავნეს ეხლა რაღაცა სულ წუთებია საგიჟეთში, რომ მე დავინდე დედა ჩემი მიუხედავად იმისა, რომ თავში ჩამარტყა, მე დავინდე დედა ჩემი, რომ არ გავაგზავნე ციხეში. და ასეთ ადამიანს დედა იმეტებს და აგზავნის საგიჟეთში. მეგობრებო, ჩვენ დავეცით ძალიან. დედა შვილს არ იმეტებს. საგიჟეთში მომხვედრ ადამიანს იმის მაგივრად, რომ გამოიკვლიონ ამ ადამიანის ჯანმრთელობა, ჭიყვი წყობშია თუ არა, დ ვიტამინის ნაკლებობა არის თუ არა, რატომ ემართება ეს ფონი,
ამის მაგივრად ადამიანებს ისეთ წამლებს აძლევენ, ისეთ ძლიერ წამლებს, რომ ჯანმრთელობას მთლიანად უნგრევენ. ჩვენ ვერ განკურნავთ ესე ადამიანებს. ჩვენ თუ არ დავუდექით ერთმანეთს მხარში, დედა-შვილს თუ არ დაუდგა მხარში. და თუ მოვძებნი ახლა ამ სურათს, ადამიანმა გადმომიგზავნა აი ესეთი სურათი, მეგობრებო რა. და მითხრა, რომ აი ეს მდგომარეობა გამოხატავს იმას, არ მაქვს. გამოხატავს, როდესაც დედა ეხუტება გაფრთხებულ ეშმაკს ეხუტება. შენი შვილი რაც არ უნდა ეშმაკმა შეიპყროს, ფსიქიატრიულისთვის არ უნდა გაიმეთო თუ გიყვარს. ნებისმიერი შვილის მდგომარეობა დედიდან გამომდინარეა. და დედა კიდევ ამას რომ დამატებით ამატებს და ფსიქიატრიულში უშვებს შვილს, არამც თუ მოინანიოს თავისი ცოდები და თქვას მაპატიე უფალო, რაც ჩავიდინე შენს წინაშე, რომ ჩემი შვილი ასე დავაზიანე, არამედ თავის შვილს გიშს უწოდებს და აგზავნის ფსიქიატრიულში, რომ იქნებ წამლებმა მაინც გიშველოსო. არ არის მოსაწევი, ანი, ეს არ არის ეგეთი ფაქტი, სადაც მოსაწევმა გააგიჟა. ეს არ არის ის ფაქტი, სადაც ნარკოტიკმა გააგიჟა. ეს არის ფაქტი, სადაც ოჯახის წევრებმა გააგიჟეს ადამიანი, რომელსაც ჭეშმარიტების დამკვიდრება სურს და არ უგებენ. რომელიც ამბობს და თავის აზრს გამოხატავს, მაგრამ იმის გამო, რომ ეს ადამიანი იმ პარტიის მიმდევარია და ის ადამიანი იმ დედამოწყნულის მიმდევარია, ხო, უკაცრავად ამ სიტყვაზე, ხო? ამ ადამიანს, რომელსაც სიმართლე აქვს, თავისი ჭეშმარიტი სიმართლე აქვს, ამისი სიმართლე არ არის თურმე სიმართლე და იმ დანარჩენების სიმართლეა და ამის გამო უშვებენ მერე საგიჟეთში. ეს უკვე არის დაცემული საზოგადოება, სადაც ადამიანები სიგიჟის ზღვარზე არიან, კი არა და გიჟად არიან ქცეულები. დედა, რომელიც შვილს გამოსტაცებს ტელეფონს და თავში ჩაარტყავს და იმას ეუბნება, რომ შენ ხარ გიჟიო და მე გამოვიძახე საგიჟეთი ფსიქიატრიული პატრული და სასწრაფო და ის ფსიქიატრი და მილიცია რომ იმას უყურებს და არაფერს არ რეაგირებს და ისევ ეს ადამიანი მიყავთ იმის მაგერად რომ ეს ქალი აიყვანონ და დაიჭირონ იმის გამო რომ ტელეფონი ჩაარტყას თავში ადამიანს, ხო? ისევ დაბრმავებულ საზოგადოებასთან გვაქვს ჩვენ საკითხი. დაყრუებულ, დაკუტებულ და დაჯადოვებულ საზოგადოებასთან გვაქვს ჩვენ საკითხი. როცა პოლიციელი დგას და ხედავს დედა შვილს უტყავს თავში და შვილი მიყავს საგიჟეთში. შეიძლება ესეთი რამე? თქვენი აზრი მაინტერესებს, შეიძლება ესეთი რამე? ადამიანი, რომელსაც თავისი აზრი გააჩნია, თავისი პირადი სივრცე გააჩნია და იმის გამო, რომ მე ჩემს ლაივში, რასაც მინდა იმას ჩავწერ, დედაჩემა, მე გადამაგზავნო საგიჟეთში. შეიძლება რომ მე რომ ვთქვი, რომ გიჟი ვარო, 26 ბოლოს და ბოლოს ადამიანი საგიჟეთშია ნამყოფი და სრული უფლება აქვს, რომ თქვას, რომ გიჟი ვარო, გესმით? და ეს რომ დედამის არ მოეწონა, ამისთვის კიდე საგიჟეთში გავაგზავნოთ. ესე ვუშველით ჩვენ ადამიანებს? ვერ ვუშველით ჩვენ ესე ადამიანებს, ადამიანებს. ვერც ერთი დედა ვერ განკურნავს თავის შვილს ამ ქმედებით და ვერც ერთი საავადმყოფო და ფსიქიატრიული ვერ განკურნავს ამით ადამიანს. რომ იმის გამო რომ ადამიანი აფიქსირებს თავისი პოზიციას, თავის აზრს და ამის უფლებას არ აძლევდე. შეიძლება ესეთი რამე? ამ ადამიანს, რომელმაც დაზიანება აქვს მიიღო თავისი ოჯახის წევრების მიერ, თორე ადამიანი, რომელიც ნორმალურ ოჯახში გაიზრდება და ფსიქიკურად გაწონასწორებულ ოჯახში გაიზრდება, მას ფსიქიკური პრობლემების არ ექნება ნამდვილად. გამოვლინება არ ექნება. მაგრამ ადამიანი, რომელ ოჯახშიც ფსიქიკური პრობლემების დაზიანებული ფსიქიური ადამიანების გვერდში არის გაზრდილი და დაბალი ღობე ნახეს და გადააგზავნეს ფსიქიატრიულში, იმიტომ რომ დედას მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ამ ოჯახში.
დედა, რომელიც სრულწლოვან ადამიანს თავში ურტყავს, ის დედა არ არის. არც ძალიან რთული ვითარებაა მეგობრებო საქართველოში. ზუსტად ამაზეა ნათქვამი, რომ დედა შვილს არ დაინდობსო, მამა შვილს არ დაინდობსო, შვილი მამას არ დაინდობსო და გაიხსენეთ ენოქის წიგნი. გაიხსენეთ და ქრისტეს სიტყვები გაიხსენეთ. აბუმხედრებს შვილს მამას და მამას შვილს. და ადამიანი, იმიტომ რომ ქრისტეს ჭეშმარიტ სიტყვას იცავს და ადამიანს უწოდებს სატანით შეპყრობილი დედა სექტანს და საზოგადოებას აი ამ სატანით შეპყრობილ დედას უწყობს ხელს, რომ ჭეშმარიტი ქრისტეს სიტყვის დაცვის დროს შვილს მიათრევს საგიჟეთში და არა დედას, აი აქ უკვე მაგარი დარხეული აქვს საზოგადოებას. და აქ უკვე ხვდებით, რომ ბოლო ჟამი მოახლოვებული არს. როდესაც ჭეშმარიტი სიტყვის გამო დედა გაგწირავს, მამა გაგწირავს და თუ გახსოვთ ვიდეო რო გავაზიარე ქრისტეს აღიარების გამო რო ჩაქოლეს ერთ-ერთი არ ვიცი რომელიც რელიგიის წარმომადგენელი იყო ის, ჩაქოლეს ცოცხლად ადამიანი. აი ასეთ საზოგადოებასთან გვაქვს ჩვენ საკითხი მეგობრებო, არც მეტი არც ნაკლები. ჩაქოლვაზე უარესი არის, როდესაც დედა ფსიქიატრიულის მარწუხებში გამყოფებს. ჩვენ აღარ გვესმის ერთმანეთის, ჩვენ ვეღარ ვუდგავართ ერთმანეთს ხარში, დედა შვილს ვეღარ უგებს და შვილი დედას ვეღარ უგებს, იმიტომ რომ დედა შვილს ვეღარ უგებს. იმიტომ რომ დედა არის შეპყრობილი სატანით. იმიტომ რომ ქვეყნის ერის მამად წოდებული ილია მეორემ ეს ადამიანები გამოწოვა სულიერად, გაცანტვერა სულიერად და აბსოლუტურად აგონიაში ამყოფებს ყოველ ქართველს, რომელიც არის ილია მეორის მიმდევარი. მისი ფსიქიკური მდგომარეობა გადადის სრულიად ერზე და ჩვენ ვხედავთ ერი რა დღეშია. დედა შვილს არ ინდობს იმის გამო, რომ ადამიანს სურს ჭეშმარიტი სიტყვის დამკვიდრება. კი, რა თქმა უნდა, დედა დაარქმევს ამას, რომ გიჟია, მაგას გამოხტომების ჭირს, თქვენ არ იცით რეები ემართება, მაგრამ თუ დედამ ვერ გაუგო შვილს, აბსოლუტურად ვერავინ ვერ გაუგებს ადამიანს. ამიტომ დედებო შეგრცხვეთ დედობის, რომელიც დედაც შვილს ფსიქიატრიულში გადააგზავნის, თუი ეგეთ დედობას, თუი ეშმაკს მიმიფურთხებია ესეთი დედისთვის, რომელიც დედაც შვილს ვერ შველის და ფსიქიატრიულისთვის ან ციხისთვის გაიმეტებს და მას დედა გონია თავი. უფალო დაგვიფარე ჩვენ ყოველგვარი ასეთი ქმედებებისაგან, ასეთი დედებისაგან დაგვიფარე უფალო. ამინ, ამინ, ამინ. ძალიან რთული საკითხებია მეგობრებო, ძალიან რთული ვითარება არის საქართველოში. ეს ერთი ამბავი არ არის, რაც მე გავიგე. მე გამუდმებით ვიგებ ასეთ ამბებს, რომ ერთი ადამიანი კი არა, სრულიად საქართველოს პრობლემა გახდა ეს. ფსიქიატრიულში გადაგზავნა გახდა თითქოს ადამიანს წამალს რომ მიაწვდი ისე. ფსიქიატრიულში გადაგზავნა გახდა რისი ტოლფას იცით? რომ საავადმყოფოს გამოუძახო და ექიმთან წახვიდე. აი ესეთი თითქოს ამ დონეზე დავიდა ფსიქიატრიულში ადამიანების გადაგზავნა. თამუნა არა მაქვს უფლება რომ თქვა სახელი და გვარი დავასახელო, ამიტომ სრულიად საქართველოზე ვამბობ რა, სრულიად საქართველოზე, კონკრეტულ ამ მაგალითის ეს მაგალითი არის სრულიად საქართველოს სენი გახდა უკვე.
რომ თითოეულ ადამიანს, რომელსაც ეხსნება ჭეშმარიტი ცნობიერებები ეხსნება, ფსიქიატრიულში აგზავნიან და ილია მეორეს თურმე ხილვა ქონდა, რომ 48,000 ადამიანი უნდა დაგვი ინცესტოს. და ის არ არის ფსიქიატრიულად ავადი და ესენი ფსიქიატრიულად ავად არიან თითქოს. ვინ ჭეშმარიტ სიტყვას ამბობს? ვინც ამხელს პატრიარქს? და ილიას არ აქვს ფსიქიატრიული შეშლილობა, როცა 48,000 ადამიანის თუ ბავშვის ნათლია ხდება? ამას რატო არავინ არ აქცევს ყურადღებას, გამაგებინეთ. იმის ხილვა არის და ამათი არ არის ხილვა? ამ ადამიანების პროტესტი არ არის ხილვა? მარტო ერთი ადამიანი ილიასი არის ხილვა, გამაგებინეთ, კაცო. ვინ დაადგინა, რომ ილიას ხილვა ქონდა? იქნება შეიშალა ის კაცი ჭკუიდან. ადამიანი, რომელიც ეუბნება თავის მშობელს, რომ ილია მეორეს სრულიად საქართველოს ამყოფებს აბსოლუტურ აგონიაში და ინცესტში, ხომ? ფაქტის სახეზეა, რომ ინცესტის წინაშე დაგვაყენა. და ამის გამო შენ ადამიანს გაიმეტებ ფსიქიატრიულისთვის, შენ სატანის მსახური ხარ. შვილს რომ გაიმეტებ შენ ფსიქიატრიულისთვის, იმის გამო რომ ამხელს ჭეშმარიტად ქრისტიანობას. ქრისტიანობას კი არა და ქრისტიანულად ამხელს ანტიქრისტიანობას, ხომ? შენ ამის გამო რომ გაიმეტებ ფსიქიატრიულისთვის, შენ არაფერი გცხია ქრისტესი. აბსოლუტურად არაფერი არ გაცხია ქრისტესი. რომელი ერთი გადააგზავნა ქრისტემ ფსიქიატრიულში, თვითონ ყურნავდა ხალხს. სათხარ შენ ქრისტიანი ადამიანი, როდესაც შვილს იმეტებ ფსიქიატრიულისთვის. დედებო, გონს მოუხმეთ, შვილებს კლავთ ესე. შვილებს კლავთ, ნუ იმეტებთ შვილებს, ხალხო. დაინდეთ თქვენი შვილები. თქვენ რო გონიათ, რომ იქიდან დაწყნარებულს უშვებენ, იქიდან დაწყნარებულს კი არა, დადებილებულს უშვებენ, იცოდეთ რა. ადამიანები გონს მოდიან, იმიტომ იწყებენ ყვირილს. გონს მოდიან და ხედავენ უსამართლობას. ამიტომ ყვირილს იწყებენ, იმიტომ რომ ფაქიზი ადამიანის გონება ვერ უძლებს ამდენ უსამართლობას. და შენ კიდე გათიშული რომ ხარ და აგონიაში რომ ხარ, ემპათიის ნული დონე რო გაგაჩნია, ხომ? ამიტომ გონია, რომ ეს ადამიანები არიან შეშლილები, არ არიან ეს ადამიანები შეშლილები. ეს ადამიანები ხედავენ აბსოლუტურად გულწრფელად ხედავენ უსამართლობას და იწყებენ ყვირილს. არ შეუძლიათ მათ უსამართლობის ატანა, არ შეუძლიათ. თქვენ დედები გქვიათ ფსიქიატრიულში რო უშვებთ თქვენ შვილებს? ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი დედებისგან. ღმერთმა ასეთი დედები გვაშოროს ამ ქვეყნიდან. ღმერთმა მოუაროს ამ წამიდან, ამინ. ასეთ დედებს. მამაო, დედაო, რომელი ადამიანის ფსიქიატრიულში აგზავნის ადამიანს, ის არაფერი არ აქვს მას ქრისტიანის. ის არის ჯალათი, ის არის ანტიქრისტეს მიმდევარი და ის არის აბსოლუტურად ხიბლში, რომელი მამაოც ადამიანს ფსიქიატრიულში გადააგზავნის, რომელი დედაც ფსიქიატრიულში გადააგზავნის და კიდე უფრო მეც მოგიყვებით. თქვენ იცით, რომ ამ დღეების წინ, რამდენიმე დღის წინ, ქალბატონისგან მოვისმინე ასეთი საკითხი, რომ ჩემთან მოვიდნენ დედაო და კიდევ ერთი ვიღაც ჯადოქარი. დასხდნენ კაფეში. და დაიწყეს ლაპარაკი. ამ კაფის პატრონს ეუბნებიან, ამ სახში ჯადოა, ამ სახში ჯადოა, დედა ჯადოა. 300 ლარი გამოართვეს იმაში, რომ ასულიყვნენ სხვენში და იქ თოჯინა ჩამოეტანათ, თავიანთი გაკეთებული. და საიდან გავიგეთ, რომ ამ დედაომ და ამ ჯადოქარმა მოიტყუეს? იქიდან, რომ ამ ქალბატონმა თავისი დისთვისაც დაურეკა, რომ ჯადო ეპოვა იქნებ თავისი დის სხვენში. ხო და სულ გადაავიწყდათ ამეებს, რომ ამათთან უკვე იყვნენ და ის თოჯინა უკვე ნაჩვენები ჰქონდათ. ამოვიდნენ იმ კახეთის იმ ადგილზეც ავიდნენ, სადაც ვთქვათ მიიყვანა ამ ადამიანმა და იქიდანაც ზუსტად იგივე ანალოგიური თოჯინა ამოიღეს.
თქვენ წარმოგიდგენიათ რას კადრულობს ეკლესია დღეს? დადის კარ და კარ ადამიანებს უნერგავს რომ ამ სახში ჯადოაო და თვითონ თოჯინას თავისი ხელით გაკეთებულ თოჯინას აჩვენებს. თქვენ წარმოგიდგენიათ რა დონეზე დაეცა დღეს ეკლესია? თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ რა ჯადოქრობები უნდა იყოს საპატრიარქოში რომ თელს ერზე გადადის ეს? და გუშინ მიყვება ამ ადამიანის ძმა, რომელიც ნარკოდამოკიდებულია. რომ მე და მეუფემ ერთად გავიჩხირეთო. თქვენ წარმოგიდგენიათ რა დაცემულ მდგომარეობაშია ჩვენი სრულიად საპატრიარქო? და ერი როგორ უნდა იყოს კარგ მდგომარეობაში ხალხო? შეიძლება რომ ერი კარგ მდგომარეობაში იყოს, როდესაც მეუფეები თვით პატრიარქი იჩხირავს? ეხა არ მითხრათ რომ პატრიარქი არ იჩხირავსო რა? თუ მეუფე იჩხირავს, პატრიარქს მოეკითხება. პატრიარქის პასუხისმგებლობაში არის, თუ კი მეუფეები იჩხირავენ თავის პაციენტებთან. პაციენტებს დავარქმევ მე ახლა ამათ, თორემ მრევლს ვერ დავარქმევ მე იმ ადამიანებს, ვინც მეუფესთან ერთად გაიჩხირავს. ეხლა და ადამიანები, რომლებიც ამ საკითხებს ამხელენ, ისინი ყოფილან თურმე გიჟები. უმალ მოგკითხოთ ყველას, ღმერთმა, მამაზე ციერმა, თითოეულ თქვენგანს, რომელიც უსამართლობას ჩადიხართ და რომელიც უდანაშაულო ადამიანებს ცილს წამებთ, თითოეულ თქვენგანს ღმერთმა მოგკითხოს, ნებითა შენი თაუფალო, ამინ, 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 ამ წამიდან. ღმერთმა მომცეს გაძლება, რომ ეს ავიტანო მე ეს ყველაფერი, რასაც იგებს ჩემი ყურები რა. ღმერთმა მოგცეს ჩვენ ყველას გაძლება და მოგცეს იმის უნარი, რომ ეს უსამართლობა დავასრულოთ ერთხელ და სამუდამოდ, სრულიად საქართველოში. ამინ, ამინ, ამინ. დაგემშვიდობებით მე ხლა, მეგობრებო, ძალიან ემოციური ფონი მქონდა მე. ესეთი უსამართლობები ძალიან ხშირია საქართველოში და ღმერთს ვთხოვ, რომ საქართველოში მაინც დაამკვიდროს სამართლიანობა. მიყვარხართ მეგობრებო ძალიან, გილოცავთ ხარებას, გიხაროდენ, ყველანი ჩვენ ვიხსნებით დღეიდან გიხაროდენ რამე თუ ღმერთი ჩვენთან არს და გვიხსნის ამ უსამართლობისგან. ამინ, ამინ, უფალო გაგვაძლიეროს, კი, გაგვაძლიეროს ლალი, შორენა გაგვაძლიეროს. დამონა გაგვაძლიეროს, ყველას, ვინც მიყურებთ, ყველას. გთხოვთ, ერთი სათხოვარი მაქვს რა, რომ თუ კი ესეთ რამეს გაიგებთ, რომ ადამიანი არის საგიჟეთში ნამყოფი, ნუ შეხედავთ იმას იმის თვალებით, რომ ის გიჟია. იცოდეთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უსამართლოდ ხდება საგიჟეთში, იმის გამო, რომ ის სიმართლეს და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს. და ამიტომ გთხოვთ, რომ ადამიანებს შევხედოთ ადამიანურად. ადამიანურად ხდებით? მადლობა ანი. მიყვარხარ მებრძოლო თამარო, მეც მიყვარხარ ყველა მებრძოლი ადამიანი. ეს ის ადამიანია, რომელიც ქრისტეს დაუდგა მხარში, იცოდეთ მეგობრებო რა. მე ისეთ ადამიანზე ვსაუბრობ ახლა, რომელიც ჭეშმარიტად თავისი საქციელებით ქრისტეს დაუდგა, არ შეეშინდა და ქრისტეს დაუდგა მხარში. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ქრისტეს დაუდგა მხარში. ყოველ მეორეს იმიტომ აწერია პირზე ყველა ეკლესია აღიარებს ჯადოსო, თამუნა ამბობს. კი არა აღიარებს.
თვითონ აკეთებს, თვითონ. ხო, თამუნა, ალბათ მაგიტომაც. იცი როგორ მიყვარხარ სულიერად, რა ვქნა, არ ვიცი. შორენა, მადლობა. ღმერთო, არ ვიცი და გავაძლიეროთ ერთმანეთი რა მეგობრებო, თორე აი, როდესაც ქრისტეს დასჭირდა და თავისი მოწაფეები გაექცნენ, ისე რომ არ მოხდეს და რომ შეიცვალოს ეს მატრიცა, რომ ქრისტეს თავისი მეომრები მხარში დაუდგნენ, ესე რომ მოხდეს, ხომ? ჩვენ ერთმანეთს უნდა დავუდგეთ მხარში. ქრისტე არის ჭეშმარიტი სიტყვა და იქ უნდა ვიყოთ ჩვენც. ამინ. გემშვიდობებით და მიყვარხართ.